გამარჯობა გილოცავთ ყველას 2024 წლის დადგომას. თქვენს ოჯახებთან ერთად სრულიად საქართველოს და მსოფლიოს შეგვეციოს უფლის, მადლის, სიხარულის, სიკეთე და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისათვის. რაც შეეხება აქტუალური თემას, მინდა ამის შესახებ გისაუბროთ, რომელიც არის ასტროლოგიის ბედისა და ბედისწერის შესახებ. მოგითხრობთ იმის შესახებ, რაც ბრძანებს წმინდა სვიმონ თესალონიკელი ასტროლოგიისა, ბედისწერისა და ბედის შესახებ. ბედის და ბედისწერის ჰოროსკოპების და ასტროლოგიის შესახებ ლაყბობა ყველაზე უფრო მეტად უგუნურება და უღმრთოება. პირველი იმიტომ, რომ არღვევს შემოქმედის თავისუფლებრიობას, რომელმაც არაარსებობისაგან შექმნა ყოველივე და განაგებს როგორც ნებავს, ჭეშმარიტად და სამართლიანად. შემდეგ კი ადამიანს თავისუფლებრიობასაც თუ ადამიანი მოაზროვნე და თვითუფლებრივი ცოცხალი არსება, ეს ხილულნი კი არამოაზროვნენი და უსულენ მაშ, როგორ წარიმართება სული მათ მიერ და როგორ მოახდეს ადამიანზე ზეგავლენას მათი მოძრაობა, არა მოაზროვნე ვერ აღძრავს მოაზროვნეს, ხოლო თუ ასეა, ყოველივე ნაძალადევი ყოფილა და აღარ არსებობს არც სათნოება და არც ბოროტება. ამაო ყოფილა კანონები, სწავლებები, წინასწარმეტყველებები, ამაო ყოფილა ძველი და ახალი აღთქმაც და დასასრულს ადამიანებისა და შესაქმის განსაახლებლად ღვთის სიტყვის განკაცებაც. აღარ არსებობს არც ჯოჯოხეთი, არც სასჯელი, რომლებზეც ჩვენი მაცხოვარი ამბობს, რომ საუკუნოდ იარსებებენ. ხოლო ეს ამის საპირისპიროა და უღრთოთა და ურჯულოთა ბოროტი დიდება. თუ ვინმე უღრთონი უგუნურად უწოდებენ მათ სულიერებსა და მოაზროვნეებს, ეს სიტყვა უგუნურია და ცრუა, უპირველესად წერილის გამო, რომელიც მოაზროვნეებს მხოლოდ ანგელოზებსა და ადამიანებს უწოდებს და ასევე მათი შემოქმედებებისა და ზეცის მოძრაობის გამო. რადგან თუკი ელინთა თანახმად ვარსკვლავები მოაზროვნენი არიან, ხოლო ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცა, ისინი კი მუდმივი ერთი და იმავე მოძრაობით მოძრაობენ. მაშ როგორღა არიან მოაზროვნენი და გამომრჩეველნი? თუ ამგვარ მოძრაობას მშვენიერსა და მარტივ მოძრაობას უწოდებენ, როგორ იწვევს მოძრაობის მოქმედება ბოროტებებს, მათივე სწავლებისა და ვარსკვლავების შესახებ არსებული შეხედულების მიხედვით, თუ ღმერთებს უწოდებენ მათ, ადამიანთა უმრავლესობას ღმერთებად არ მიუჩნევია ისინი. ელინები ამბობენ, რომ ადამიანთა სარწმუნოება და რელიგია ვარსკვლავების მოძრაობაზე დამოკიდებული. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ადამიანებსაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს აძლევენ. აქედან აშკარაა, რომ ისინი არც განმრჩეველნი არიან და არც მოაზროვნენი, ვინაიდან ყოველი განმრჩეველი და შემძლებელი საკუთარი სურვილით მოძრაობს. თუ როგორც ელინები ამბობენ, კეთილი და განრჩევითი მოძრაობით მოძრაობენ. მათი მოძრაობა როგორ იწვევს ბოროტებას მრავალთა შორის, განაქარვებს სათნოებას, იწვევს წარწმედას, ვინაიდან როგორც ბერძნები მიიჩნევენ, ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, როდესაც ვინმე სათნო ან ბოროტი, უწმინდურია ან ბრძენი, უსამართლო და სამართლიანი, ერთა სიკვდილსა და აღორძინებას დევნებს და წარმატებებს ათასობით სხვა რამეს, რაც ადამიანთა შორის ხდება და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ძირითადად კი საზიანოა. ამგვარად ბოროტებას, მზაკვრობას, მკვლელობასა და ზიანს იქმან უქმნი არიან სათნოებაში და სრულებით არ არიან კეთილნი. ეს ყოველივე კრეხილთა და უღმერთოთა, ღვთისკნილებანი კი კეთილნი არიან, ვინაიდან კეთილის კნილებანი არიან, რადგან ყველაფერი იხილა მან და ძალიან კარგია. დაბადება პირველი თავი და ყოველივე კეთილად მოძრაობს იმისკენ, რისთვისაც ძალა მიიღო. მოაზროვნენი კი არ არიან ისინი, არამედ უსულო სხეულები, რომლებიც გრძნობადი მოძრაობით მოძრაობენ, რათა აღასრულონ ხილული წესი. ისინი საცნაური არიან მათი მეშვეობით,
რაც მათ მიერ ხილულად იმოქმედა. ჩვენში არსებული ბოროტებანი და სათნოებანი კი ჩვენი თვითუფლებრიობით აღესრულება. სათნოება ღვთის მიერა ჩათესილი ჩვენში, ბოროტებას კი არსი კი არა აქვს, არამედ ბოროტის მიერა მოგონილი სათნოების არ გამოყენებით. ის რაც სამყაროში და ჩვენში აღესრულება, ჩვენ მიერინებით ხდება, პირველნი ღვთის სათნოჩენით, მეორენი კი ჩვენი მიზეზით. ამიტომაც უნდა განვაგდოთ ამგვარი სულელური ძიებანი და ვირწმუნოთ, რომ წმინდა წერილის, ანუ ბიბლია, თანახმად ღვთისაგან შექმნილი ვარსკვლავები, ისევე როგორც მზე და მთვარე დედამიწის გასანათლებად. პირველი დღის, მეორე კი ღამის მმართველა და მცენარეებისა და ცხოველების წელიწადის დროების გაზაფხულის, ზაფხულის შემოდგომისა და ზამთრის განგებისთვის და ქარებსა და სხვა რამ გრძნობათა გამოსაცნობად. ვინაიდან თავად ისინი სხეულნი და გრძნობადნი არიან, ვინაიდან როდესაც ერთი წელი შესრულდება, მათი მოძრაობებით კვლავ ახალი იღებს დასაბამს და ღვთისნებითა და ბრძანებებით ამგვარად იმართებიან ხილუნი. ქმნილებებს კი არანაირი ხელმწიფება არ აქვთ, არც რაიმე ზეგავლენა ძალუთ შეხედულებებზე, ვერც სულს მართავენ, ვერც ცოდვისა თუ სათნოების ჩადენას გვაიძულებენ. არც შეუძლიათ, რომ ვინმე აქციონ მეფედ, ან მთავრად, ღარიბად, ან მდიდრად, ჯამრთელად, ან სნეულად, მკვდრად, ან ცოცხლად, უპატიოდ, ან პატიოსნად, უგუნურად, ან გონიერად, კეთილად, ან ბოროტად. მართლა უღლთოება იმის რწმენა, რომ ამ ყოველივეს ქმნა შობის დღესა და ვარსკვლავებს შეუძლიათ. წმინდა წერილი, ანუ ბიბლია ამბობს, უფალი აგლახაკებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს პირველი მეფეთა მეორე თავის მეექვსე მუხლი და უფალი მოაკვდინებს და განაცოცხლებს, ჩაჰყავს ჯოჯოხეთში და ამხავს პირველი მეფეთა მეორე მეექვსე მუხლი და ყოველივე არის სამართლიანად, თითეულის არჩევანისა და მოძრაობებისამებრ, არა ძალადობით, ვინაიდან სამართლიანია უფალი და სიმართლენი შეიყვარა. და იგია, ვინც მიაგებს თითოეულს თავისი საქმის მიხედვით. ფსალმუნი 100 პირველი მე-11 მუხლი. მაგრამ როგორც მიაგებს თუ ცოდვის ან სიმართლის ქმნა იძულებითია, ვინაიდან ვინც იძულებით მოქმედებს, არც უსამართლოდ სცოდავს და არც სამართლიანად ჩადის სიმართლეს და აღარა მკვლელობის ჩამდენი მკვლელი, აღარც მრუშობის ჩამდენი მრუში, აღარც უწმინდური და მტაცებელი უწმინდური და მტაცებელი, აღარც მაცხოვნებელი მაცხოვარი, აღარც ქალწული ქალწული, აღარც ბრძენი და აღარც სამართლიანი. მას როგორღაც ჯის ან ამართლებს ღმერთი, ძველ და ახალ აღთქმას ამის უამრავი მაგალითია. ჩვენ კი ორწმუნეებს არა მხოლოდ ის მიგვაჩნია სამართლიან, რომ ბუნებითად მოძრაობს ხილული სამყარო, არამედ ბუნებაზე აღამატებულადაც, ვინაიდან შესაქმის შემქმნელს შეუძლია მისი შეცვლა, როგორც სურს. მან ბუნებაზე აღმატებული სიდიადენი აღასრულა რჯულამდეც, რჯულშიც და რჯულის შემდეგაც მართალთა ლოცვებით. უდიადესი და ყოველგვარ გონებაზე და აზროვნებაზე აღმატებულია კი ის, რომ ჩვენთვის განხორციელდა ლოგოსი, მოქალაქეობით განვლო ცხოვრება, ივნო ხორცით აღდგა, გამოჩნდა აღდგომის შემდეგ, შეხებული იქნა ხორცით, ამაღდა ზეცა და სულიწმიდით აღავსო ადამიანური ბუნება, მოციქულთა მეშვეობით, ნიშნები და სიდიადეები აღასრულა, სამყარო რწმენისკენ მოაქცია, მხოლოდ ქადაგებითა და სასწაულებით და ვიდრე აქამდე სასწაულებით მოქმედებს და წმინდათა მკვდარი ნეშტებისა და მღვდელთა ლოცვების მეშვეობით იქს სიდიადეებს და გამოაჩინა შეკვრისა და განხსნის ძალა, ყოველივეს ბუნებაზე აღმატებულია და ყოვლადწლიერი ღმერთის საქმეებია. ამიტომაც, როდესაც ავად ვხდებით,
ვითხოვთ ჯანმრთელობას, როდესაც შეჭირვებულნი ვართ სიძნელეთაგან გამოხსნას, როდესაც სტიქიები მძვინვარებს მათ ნაყოფიერებისაკენ მიმართავს და ბევრი რამ ხდება მართალ ადამიანთა ლოცვით. ნალექი გვალვაში მოწინააღმდეგეთა განადგურება, შიმშილობისა და ჭირისაგან გამოხსნა და კიდევ მრავალი რამ, უძლურთა განკურნებები, წუხარეთა განთავისუფლება, რისთვისაც ლოცულობს კიდეც ეკლესია. ამგვარად ბედი და შობის დღე აუქმებს ღვთისადმი სასუებას და უგულებელს ყოფს თავად ღმერთსა და მის საღვთო ძალას, მთელ წმინდა წერილს, უსამართლოთა ტანჯვას, მართალთა განსვენებას და ღვთის ყველა საიდუმლოს. ამიტომაც ნურავინ მიიჩნევს ქრისტიანად იმას, ვინც შობის დღის ასტროლოგიისა და ამგვართა შესახებ მსჯელობს, თუ ვინმე იტყვის, რომ ამადგან სწავლობს რაიმეს, დემონთაგანაა ცდუნებული და განგდებულია იგი ეკლესიისაგან, უცხოა და გაიძვერა. ყველა კეთილმსახური კი ვინაიდან ქრისტესია, რომელიც არის მამის ძალა, ჭეშმარიტება და ყოვლადძლიერი სიტყვა უნდა ესავდეს უფალს ამიერიდან და უკუნისამდე. ეს სამყარო წარმავალია, შესაქმე კი ხრწნადია და გადასხვაფერდება, ჩვენ კი როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ქრისტეში დამონებული არ ვართ სამყაროს სტიქიონებს, არამედ სულითაც და ხორცითაც ხრწნილებაზე უპირატესნი გავხდებით, უხრწნელი სულის მადლით, ასე რომ ყოველივე ღვთის ქმნილებაა და მათგან არაფერი არ არის ღმერთი.